ქართულ მიწას ხელი რომ მოუჭირო, სისხლი გამოუვაო, უთქვამს ჩვენს წინაპარს. არც ერთი ქვეყნის ისტორიაში არაა შემთხვევა ერთ დღეში 100,000 მოწამე შეეძინოს. საქართველოში კი ეს მოხდა. მოხდა მაშინ, როცა ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ოქროს ხანა, თამარ მეფის პერიოდი და შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი, რუსუდან დედოფალი. სამწუხაროდ იმ დროს ქვეყანა საქართველო ისე მიეცა განსარყვნელად ამის ძალით. რამე თუ დაუტოვეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება და ამის წინ მოიპოვეს აბარდავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი. სწორედ ამ დროს შემოიჭრა საქართველოში ჯალალედინი თავისი ჯარით. გარნისთან დამარცხდნენ ქართველები. მეწინავე რაზმს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელი და მისი ძმა ივანე სარლობდნენ. დამპყრობლებმა ივანე მოკლეს. შალვა კითხვით ჩაიგდეს და ერთი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. მაინც ვერ დაწყნარდა გაბოროტებული ჯალალედინი და რუსუდან შეუთვალა ცოლად გახხოვოდა. რა თქმა უნდა, ქალმა სასტიკი უარი განაცხადა ამ წინადადებას. განრისხებული დამპყრობელი თბილისის ასაღებად გამოემართა. ღალატით დაიკავა მტერმა დედაქალაქი. ჟამთა აღმწერელი გადმოგცემს, რა სასტიკად უსწორდებოდნენ თბილისელებს მომხდორნი. ჩვილმიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზე და დაანარცხიან. საზარელთა ხმათაგან იძროდა ქალაქი ყოველი. ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი ბილწი საჯდომელი დადგა. შემდეგ მისი ბრძანებით ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და ქალაქის მკვიდრთ უბრძანეს დაადრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევებას ჯულისა. ქართველებმა ხატების შეურაცხყოფას მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს. ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ იმ დღეს თბილისში 100,000 ქართველს მოჰკვეთეს თავი. ეს მოწამენი სულიერი ლაშქარია საქართველოსი, რომელნიც ზეციური საქართველოდან ლოცულობენ ქართველი ერის სულიერად გაძლიერებისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის. უფალმა დაიცვას და დაიფარო სრულიად საქართველო, ამინ.